გავიგე ყველაფერი, აუცილებლად გავაკეთებ ამ სახს და აუცილებლად აი ახლა მივუდგები. გამოისო 5 შენთან სახთან დგას, ხო? კი, საბა, მოკლედ. უნდა გააკეთო აუცილებლად ისეთი სახლი, რა მატერიალებიც არის იმ ყუთში, რომელიც დაგიდე ჩემს სახლთან, იმ მატერიალებით უნდა გააკეთო. და როდესაც მე დავბრუნდები ქალაქიდან, აუცილებლად უნდა დავადახო ძალიან კაი სახლი. კაი, მე რო გავიგე აუცილებლად, იმედია რომ ბევრ ისმრუდებს ამის გამო მომცემ. მოგესალმებით მეგობრებო, კამერა ჩავრთე უკვე ამდენი ხანია და მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან მე ვარ საბა და არხი კაპოტეჩი 803. და რაღაც ორიგინალური მისალმება თქვენთან, ვინაიდან დღეს მეგობრებო მერმა დამავალა ამვაშენო ახალი სახლი სოფელში. უბრალოდ ჩვენთან სოფელში არის სადღაც 10 თუ 11 სახლი და მერმა გითხრა შეიძლება ვიღაც სტუმარით მოვიდა. არ არის თავისუფალი სახლი, ვინაიდან ყველა სახლი, რაც კი ხედავთ მეგობრებო, აქ ყველა სახლი არის დაკავებული. ნუ ეკლესიის გარდა, ვინაიდან ეკლესიაში არავინ არ ცხოვრობს. მოკლედ მეგობრებო, მერმა დამავალა ტელეფონით აი დამირეკა ის რომ ქალაქში მოგეწავიდა და მითხოვ ქალაქიდან მოვალო აუცილებლად დამახვედრეო კარგი და ძალიან ლამაზი სახლი. ააშენეო ზუსტად ისეთი სახლი, რომელიც ისა ნივთების დაგიდეო. აი იმ ყუთსაც ხედავ, აი მეგობრებო, მგონი თქვენც ხედავთ, იქ ყუთი არის მერთან და მოდით მეგობრებო, აბა ვნახოთ აბა რომელი მატერიალებისგან, ვერ გავედი ამ კარებიდან, რომელი მატერიალებისგან უნდა გავაკეთო ეს სახლი. აჰა. ოკეი, მეგობრებო, გავიგე ყველაფერი. ამ მატერიალებისგან, ნუ პრინციპში მე ვიცი რა სახსაც ავაშენებ ამ მატერიალებისგან. მოგეთ მეგობრებო, მითხრა აი ჩემს ფერმასთან ცოტა დაშვებით აი აქ მეგობრებო, მაგალითად ძალიან კაი ადგილი იქნება. პირდაპირ სოფელთან ძალიან ნორმალური ამინდია. მაგრამ მეგობრებო, უკვე ღამდება. ერთუց მეგობრებო, ერთი ამ უნდა დავაყენო, რომ აქ იყოს სულ დღე. აჰა. ახლა სულ იქნება დღემდე, სულ იქნება შუაში და აღარ შეგუშლის ღამე აშენებას. მოდით მეგობრებო, როგორ დავიწყოთ? ასე. არა, ანდა აქედან ასე. მეგობრებო, მე მაქვს უკვე ერთი იდეა. როგორ ავაშენოთ კაი და ხარისხიანი სახლი. ასე. შემდეგ. მეგობრებო, ისე ეს სახლი ისეთი დიდი რასაც გველი არ იქნება. იქნება ნორმალური სტანდარტული ზომების. შეიძლება უფრო დიდი ვიდრე ჩვენი სოფელიც კი. ასე. შემდეგ ზუსტად გამოვიდა. ასე. ცოტა კიდე გავაგრძელოთ და აქ უკვე ვიცი, და იქნება ერთად უნდა ვიყო მიწა აუცილებლად, იმიტომ მიწა ახლა აქ რომ არ არის ეგ შეგუშლის ჩვენ ახლა ხელს. მოგეთ მეგობრებო, შეიძლება დეკორიც კი გავაკეთოთ აქ ხორი მოვიდა აქამ. ოჩა, მე გავაკეთებ, მაგრამ თვითონ წავიდა, აი, ძალიან ჭკვიანი ხორია. IQ + R40. ასე და ახლა ასე და აი ამ ხელა იქნება მეგობრებო ჩვენი სახლი. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, ანუ როგორ მე მგონი ცოტა უფრო აი ასე. აი ესე უფრო კაია. ასე ზუსტად. ძალიან კაი სახლია მეგობრებო, ჩემი აზრით. ახლა მეგობრებო, რა ვქნათ? უნდა ავწიოთ ეს სახლი. ამას უკვე გავაკეთებ ზუსტად აი ამ კობლსტოუნისგან. ანდა მეგობრებო, მე მგონი კობლსტოუნი უკვე აღარც კი დამჭირდება. მხოლოდ აი ამ აგურებს გამოვიყენებ. მოგეთ მეგობრებო, ჯერ მოდით აბა დამხელა უნდა იყოს ეს სახლი. პრინციპში აი ამ ხელა რო იყოს, აი ასე. კი, ზუსტად კაი ზომებისა. პირველი ფანჯარა მეგობრებო აქ გავაკეთოთ, აი ეს შუშა რაღაც არ დამიგომება. აბა, კითხვებია. ნუ კაი, შუშას მე თვითონ ავიღებ. შუშები ასე როლი არ იქნება, აქ იქნება აი საიდანაც მოვა. საიდანაც იქნება შესასვლელი ამ სახლში. შემდეგ. აქ თუ რამე მეგობრებო, თუ თქვენ გეგონათ სამზარეულო იქნება, არა, აქ იქნება სადინებელი და აქ კი უკვე იქნება სამზარეულო. ყველაფერი ზუსტად გამოდის. ერთი რაღაცის გარდა. არა, პრინციპში ყველაფერი კარგად იქნება ამ სახლისათვის. აჰა, აქაც ორჯერედიანი ფანჯარა.
ასე და ასე. დასაკვირველია მეგობრებო, საპირფარეშო აქ არ იქნება, ნუ მინიკრაფტში საპირფარეშო მე მგონი არც კი გვჭირდება, თან სოფელში თუ ქალაქში ვიქნებოდით კიდე კი, მაგრამ აქ დამოვიდა მეთქი რაღაც შემიშლა. აი, აქაც ორჯრედიანი ფანჯარა გამოდის, ასე. ვიტოვთ ახლა ამ ფანჯარას, მეგობრებო. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ნიშანი, ასე ვთქვათ, მისცეთ ამ სახლს. რამდენად შეაფასებდით, რამდენ ქულას 10-დან. შეგიძლიათ კომენტარებში ეს დაწეროთ. ჩემი არის, ეს სახლი არ იქნება ისეთი კარგი, როგორც მაგალითად არის ჩემი, რომელიც იქ დგას. მაგრამ ჩემი არის 10-დან 9-ზე მაინც გავაკეთებ. კობლსტოუნი ცუდია. ამ სახლში ეს საერთოდ არ გამოგვადგება. აქ მეგობრებო არ იქნება ფანჯარა, ძალიან ბევრი ფანჯარა. აქ იქნება მეგობრებო და იქაც უკვე მოვიფიქრე როგორი ფანჯარა იქნება. აქ გამოის სამუჯრედიანი ფანჯარა, ძლივს. ერთი მაინც სამუჯრედიანი ფანჯარა გამომივიდა მეგობრებო, დამლოცეთ. შუშა, იქარჩიება. ძლივსადოკი. მეგობრებო და აქ უკვე მოვიფიქრე მე მგონი ყველაფერი, აქ ასე. აქ ორჯრედიანი. ხო. შემდეგ აქ იქნება ასე და შემდეგ აქაც ორჯრედიანი. მე მგონი მეგობრებო, იმეებით ფანჯრებით ძალიანაც და კარგი არის. ანუ არც ბევრი ფანჯარა არ არის, არც ცუდა. ბევრი როგორ ძალიან ბევრია, მაგრამ კაი. და აქაც შუაში. ვაიმე რა კარგად დაჯდა. 3 ფანჯარა იქნება ამ მხრიდან. ასე და ასე. რა კარგად დაჯდა მეგობრებო. კაი მეგობრებო, იატაკი. ახლა იატაკი იქნება ჩემი საყვარელი. ძალიან მიყვარს მეგობრებო, ოდესაც აი ამ როგორ თქვა, light ვუდისაგან არის, როგორ თქვა, ფერადი, ასე ვთქვათ, ფერადი ხისაგან არის გაკეთებული. სტუმარი მოვიდა ჩვენთან. მოგესალმები. რა გინდა ახლა? ვერ ვიგებ. მიდი, წადი აქედან. მიდი. სტუმარო, ვითომ. ვაბადია. შემთხვევით. თქვენ მეგობრებო, არაფერი არ გინახავთ, ეს კარები. მოდით ასეთი კარები. რა კარგია, ხის კარები კაია. წარმოიდგინეთ ერთი ეს სხვა არის რა უნდა მოსვა. უბრალოდ ეს შემოვიდა თითქოს თავის სახლში. ვითომ თავისი სახლი არ აქვს. ესე დატასაობს თითქოს აქ სტუმარი კი არა, პატრონია ამ სახლი. შენ არ ხარ პატრონი. პრინციპში მეგობრებო, ისე მაინტერესებს, აი, ჩვენ სოფელში არის სადღაც 10 თუ 11 სახლი. ცხოვრობს სადღაც 15-მდე ჟიტილნიკი. და პლუს მე კიდე. 16 ჟიტილნიკი მოგეთ გამოის. მე რო ჩავერთო ჩემი თავი. და მაინტერესებს ახლა ყველას აქვს ასეკვირია თავისი რაღაც ემოციები, თავისი ისა. აი მე მაგალითად ყველაზე ადეკვატური და ყველაზე ნორმალური ჟიტილია ჩემი აზრით. იატაკიც უკვე მეგობრებო თითქმის სად არის. კაია. ხელი დავარტყი უბრალოდ მიწას არ აუშავს. ასე. აკაც მივიყვანოთ ბოლომდე. ასე. შემდეგ აქ. ასე კაია და ასე. იატაკი მზადაა მეგობრებო, ძლივს. მე რას გავაკეთებ ახლა? მე გავაკეთებ სამზარეულოს და სადინებას. მეტი არაფერს მეგობრებო, მე თუ ვინმე შემოვიდა,
თვითონ რომ თავისი ნივთების დადოსო, არ გაუკვირდეს რატომ არის აქამდე ნივთები და თავისი ნივთები რომ შემოიტანოს თვითონაც. მე აქ ხოლმე გავაკეთებ საწოლებს, მაცივრებს, ფეჩებს, ვერსტებს, კუთებს. მოკეთე თავრ მე უკვე ჩვენმა სტუმარმა ვინმე მოვა ჩვენ განსაკუთრებია თვითონ უკვე გადაწყვეტოს და რას იმას მოგეთ მეგობრებო მე მაქვს ერთი იდეა მოდით დავსვათ ისე რომ აქ ფაკელები ყველგან აქ ანდა მეგობრებო ეს მხარე რომ ჩავკეტო პრინციპში ხო ეს მხარე ისაც უნდა ჩავკეტო საძინებლისათვის ძალიან დიდი ტერიტორია იქნება საძინებელზე ხო კარებიანი გამოვა მაგრამ მე მგონი ეს უფრო კაია მაგრამ მეგობრებო მე მაქვს ერთი იდეა როგორ შემიძლია გავაკეთო ძალიან ლამაზად კედელი შეხედეთ აქ წიგნის თარო შემდეგ აქაც წიგნის თარო მოგეთ მეგობრებო რენდომულად ასე შემდეგ ასე შემდეგ ასე და ასე მეგობრებო აქაც და აი აქაც აი მეგობრებო ასე რენდომულად გავაკეთოთ ძალიან კაი იქნება თან წიგნის თაროებიც იქნება აი ასეთი მეგობრებო ძალიან მიყვარს ასეთი კარებები როდესაც ასეთ ოთახებში არის აქა მოგეთ მეგობრებო მოდით აბა თავარი აქ ზომბები არ დასპაუნდეს მეგიტო მოდით აბა ყველგან თელს პერიმეტრზე გავაკეთოთ ეს ფაკელები ასე ну ხო დანარჩენს უკვე თვითონ თუ რამე გადაწყვეტოს მოგეთ მეგობრებო საწოლი ჩემი აქ უნდა იყოს შემდეგ მეგობრებო აქ ჩესტები და სადღაც აი აქ უკვე გავაკეთოთ მოდით ასე კომპიუტერისათვის ადგილი სადაც შეუძლია იმუშაოს და ასე შემდეგ აქ ვაიმე რა ერთი იდეა მაქვს მეგობრებო ასე თქვა პატარა საჩქარი მე მგონი მეგობრებო თქვენ უკვე მიხართ ეს არის მუსიკალური ცენტრი ძალიან ლამაზია ძალიან ლამაზად გამომივიდა ჩემი აზრით აქ საათის ჩამოკიდება მინდა მაგრამ არ უშავს შემდეგ აქ მეგობრებო მინდა ისე სურათები ჩამოვკიდო სადა ეს სურათები აქ ერთი აქ დიდი სურათი მინდა მიდი ну ასეთი იყოს შემდეგ აქ არა იგივე არა ой მე რომ ხელა წარმოიდგინეთ მეგობრებო ასეთი სურათი დახტეს ინფარქტი ეგრევე რომელიმე ნორმალური ой მე მერტაჩემ ну кай იყოს პრინციპში ეს და აქ ასეთი იყო და ამ კიდეზე ისე დიდი სურათი აი ასეთი სურათი კაია მოგეთ მეგობრებო ეხლა სამზარეულოს მე დიდ საფხავობთ ну ათუნდა სოფლურ ასე ვთქვათ სახს დიდი სამზარეულო მაცივარი გავაკეთოთ შემდეგ რომ გაიღოს სასიკვდილი ეს მაცივარი ასე და რაღაცებს მოგაზოს მოგეთ ფეჩი ვერსტაკი რასაკვირველია ეს აუცილებელია შემდეგ სარეცხის მანქანა ასე შემდეგ აქ ასე და ასე და კრანი აუცილებლად ონკანი შემდეგ მეგობრებო აქ რასაკვირველია პატარა საჩუქარიც კი დავუტოვოთ და ჩემი საყვარელი სად არის აი ეს ჩემი საყვარელი ყვავილი და აქ კი მეგობრებო ვითომ ბლენდერი მიქსერი და ასე შემდეგ მოგეთ მეგობრებო ну სხვა ადამიანის პრინციპში გადაწყვეტავს თვითონ მაგრამ აქ ასევე პრინციპში მინდა შკაფი გავუკეთო პატარა ასეთი მეგობრებო აი ასეთი შკაფი პირდაპირ ასე ვთქვათ იმასთან ასეთი პატარა შკაფი მეგობრებო თქვენ მე მგონი იცით როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ შკაფი ასე რა გეკეთება ასე ну кай ასე რაღაც გავაგაცოთ და აჰა მეგობრებო უკვე არის მზად ბინა ახლა მეგობრებო თუ რამეა თქვენ დაწერეთ მოგწონთ თუ არა მოგიწონთ თუ არა ჩემი გაკეთებული ბინა დაწერეთ თუ რამეა კომენტარებში აი კიდე ერთხელ მეგობრებო გაჩვენებთ აი ასეთი ბინა გამომივიდა ჩემი მეგობრებო ძალიან კარგია იმისათვის რომ იცხოვრო აქა
თუ ამე მეგობრებო კომენტარებში მიეცით აუცილებლად გთხოვთ თუ შეიძლება მიეცით ასე თქვა შეფასება 10 ქულიდან. მე მგონი 10 ქულიდან 9 იმსახურებს. ახლა კი მეგობრებო დაგემშვიდობით. მადლობა დიდი იმას ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. ახლა კი დაგემშვიდობით. ნახვამდის.